რით იკვებება ზღარბი? სწრაფად, წამებში უნდა გასცე პასუხი ამ კითხვას. იდეაში მარტივი კითხვა, თუმცა ადამიანთა 80%-ს პირველი რაც მოსდის თავში არის ვაშლი, ან სოკო, მაგრამ ეგ არ არის სიმართლე. ზღარბის ძირითადი რაციონი შედგება ჭიაყელებისგან და ხოჭოებისგან და მაშინ საიდან გაქვს ის წარმოდგენა, რომ ზღარბი ეკლებზე ვაშლებს და სოკოებს დაატარებს? ზღაპრებიდან და მულტფილმებიდან რა თქმა უნდა. თუმცა სიმართლე რომ გითხრა, მე სულ ფეხებზე მკიდია, რით იკვებება ზღარბი. აზრი იმაშია, რომ უმეტესობა თქვენგანი მასეთი ზღაპრული ფანტაზიებით იზრდებით და მაგავე ფანტაზიებით ქმნით ოჯახებს, რაც შემდეგ თავისთავად კრახით სრულდება. ადამიანთა უმრავლესობას ურთიერთობიდან რისი მოლოდინებიც აქვს, არის ჰოლივუდური სასიყვარულო და დრამატული ფილმების გადმონაშთი. შენ რომ ახლა დაჯდე და გულწრფელად გაანალიზო შენი მოლოდინი და შენი წარმოდგენები ურთიერთობის შესახებ, მარტივად მიხვდები ამას. კიდევ უფრო მარტივ მაგალითს მოგიყვან, ვიკინგების ცნობილი სერიალი რომ იყო პოპულარული. მაგ პერიოდში მთელ მსოფლიოში მამაკაცთა საკმაოდ სოლიდურმა ნაწილმა თავზე კიკინებით დაიწყო სიარული. იმიტომ რომ ძერსკობაა, იმიტომ რომ ვიკინგები ძლიერ მებრძოლებად ჰყავთ გამოყვანილი. სინამდვილეში კი ვიკინგები ისტორიულად ბომჟები იყვნენ, რომლებიც ძარცავდნენ და ხოცავდნენ სუსტ და დაუცველ სოფლებს. ეს ხომ ცნობილი ფაქტია, რომ შენ ჩამორჩენილი ხარო გეუბნება ის, ვინც პოპკულტურის მსხვერპლია. ნარცისი ხარო გეუბნება ის, ვინც თვითონაა ნარცისი. ბოროტი ხარო გეუბნება ის, ვინც უმოწყალოდ გწირავს. ყველაზე მეტად კი სამართლიანობაზე ის საუბრობს, ვინც ყველაზე უსამართლოა. თუ გინდა რომ მოიშორო ეგ ზღაპრული წარმოდგენები ურთიერთობის შესახებ და თვალი გაუსწორო რეალობას, რომელიც შენს და შენი შვილების მომავალსაც გადაარჩენს, შენ ვალდებული ხარ რომ გადმოხვიდე ჩემს YouTube არხზე. ჩემი კონტენტი არ არის მასაზე გათვლილი. ჩემი კონტენტი არის იმ უმცირესობისთვის, ვისაც აღარ უნდა რომ სუბიექტურ ილუზიებში იხრჩობოდეს და უნდა რომ თვალი გაუსწოროს ობიექტურ რეალობას. ხო და კიდევ, თაფლი დათვისთვის არის ფუფუნება. დათვთა უმეტესი ნაწილი ისე კვდება, რომ ერთხელაც არ აქვს გასინჯული თაფლი.